ვის უთხრეს მაგალითად თარგმნე შენ ქართულად Radisson Blu Iberia. საკუთარი სახელი არ ითარგმნება, მაგრამ ქართული ასოებით ხომ უნდა დავწეროთ რომ მე დავინახო. ქართული ასოებით დაწერას ქვია ტრანსლიტერაცია. ეს არ არის თარგმნა ხალხო, როცა მე ვამბობ კემელი. აი სათყოფილად ზაღლის თავი დამარხა. როცა მე ვამბობ კემელი სიგარეტზე, ქართული ასოებით წერ კემელს ეს არის ტრანსლიტერაცია და ამას ითხოვს კანონი და როცა მე ვწერ აკლემს კემელის მაგერად ეს არის თარგმნა. როდის ვინ აი ეს არის ჩვენი აზროვნების დონე. აი ომბუდსმენი წერს ამას არა? აი ესეთი რეგულების ხელშია საქართველოს ჩავარდნილი უმაღლესი უკაცრავად შენ არ ახარის კაცს ვისაც მე უნდა მასწავლო საჯაროდ კორექტული ლაპარაკი რას ქვია შენ ილია ჭავჭავაძის წერილები წაკითხული გაა ასეგებია კი წაკითხული ამიტომ აქ იმას მოუარეთ თქვენ სერიალებზე თქვენი ტელევიზიის ეკრანი და სერიალები და რა ლექსიკა გადის და რა სქესობრივი აქტების აღნიშნულ სიტყვებს პირდაპირ ლაპარაკობთ ეგ რატომ გას კორექტურაზე არ არის საუბარი გასაკობრივი ცენზი მითითებულია და ის ადამიანები ვისაც არ ეკუთვნის ამის ნახვა ისინი ამას არ უყურებენ რუსეთ მამისთვის საგანგებო კანონი მიიღო საჯარო თავშეკრის სივრცეებში უცმაწური სიტყვების ხმარება კანონით არის აკრძალული ეს კანონი და კოცნაობა არ შეიძლებოდა ამისთვის ჯარიმდებოდნენ ახალგაზრდები ახლა ეს რასაც თქვენ ამბობთ ახლა ეს არის სრული გაუგებრობის შედეგი ქალაქის მერიაში არავინ ამით დაინტერესებული არ არის რატომ იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა ეს არ გააკეთო და რაში აწყობთ ამის არ გაკეთება მოდი ესე კითხვას დავსვამ ჩვენ სულ თავიდან უნდა დავიწყოთ რატომ არ მუშაობს მეორე წელია კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ჩვენ რეკლამა რატო არის თარგმნება აქედან კი არ უნდა დავიწყოთ ეს ზოგადად არის ბატონ ლევან თქვენი აზრი თქვენ როგორ ფიქრობთ როდესაც ერთმა პრემიერმა როცა ნიშნავდნენ თქვა ჩვენ სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკას ამ და ამ დონეზე დავაყენებთ ეს პრემიერი გადადგა მოვიდა მეორე იმან თქვა ჩვენ ენობრივ პოლიტიკას ასე და ასე გადავწყვეტ და გაუძღვებით და ეს მათ საარჩევნო პროგრამაში არის ჩაწერილი და ჩემი ხელით დაწერილი ტექსტია მე ვიყავი ქართული ოცნების სახელმწიფო ენის კოორდინატორი თავის დროს ამის შემდეგ მოვიდა მესამე პრემიერი რომელსაც 2015 წლის 30 დეკემბერს კანონი დახვდა მიღებული 16 წელს ბიუჯეტში იმ პრემიერის მოსვლამდე ბიუჯეტი იყო მიღებული იმ პრემიერის მოსვლის შემდეგ მას ბიუჯეტში გრაფა დახვდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასწრულ თანხაწერია არ გააკეთათ ერთ წელს დავამთავრებ 2017-ში ბიუჯეტიდანაც ამოიღო და უკვე მეორე წელი ამას იურისპრუდენციაში ქვია დენადი დანაშაული როცა ეს დანაშაული გრძელდება როცა შენ პარლამენტის დადგენილებას არ ასრულებ და ერთხელ გამოვიდა ბატონი კვირიკაშვილი და თქვა ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა აღზარდოთო რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი თუ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დადგენილებას არ ასრულებს და მე ამის მაგალითს მაჩვენებს ხომ კორექტულად არ გავთქვამ ყველაფერს ხო ასეთ შემთხვევაში მე ეჭვი მაქვს რომ ის თვითონ არ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კარგი ერთი კითხვა ბიუჯეტი თქვა დარჩა ისევ ჩვენ და უნდა დავხარჯოთ რას გავაკეთებდით აი ამ კონკრეტული მოცემული ფულით რომელიც იყო 2016 წლის ბიუჯეტში აღხსნილი რა ეცადა ამას მე კი არ უნდა მეკითხებოდეთ ხალხო თქვენ ჟურნალისტები ხართ და თქვენ უნდა გქონდეთ ის კანონი წაკითხული და თქვენ ნებისმიერ ბრიფინგის დროს მოსვენებას უნდა უკარგავდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს არც ერთ ჟურნალისტს არასოდეს არც ერთ ბრიფინგზე თავრობის არც ერთი წარმომადგენლისთვის არ დაუსვამს კითხვა 2 წელია პრემიერი კანონს არ ღვევს რატომ მიპასუხეთ რატომ არ აკეთებს ამას რატომ არ ასრულებს არა ხოლმე ნიკამკითხა თქვენ როგორ ფიქრობთ რატო ჩვენ და ვიმარჩიელოთ როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ ამერიკელები ეუბნებიან არ გააკეთოთ დაუშვათ ან ერდოღანმა უთხრა არ გააკეთო თურქეთის პრეზიდენტმა ხომ მე ვიღაცას გაეცინება ჩვენი ენა ვიღაცას არ უნდა შენ ეროვნულ საკითხებზე ყურადღება არა არც პრემიერი არც ერთი არ შეხედვართ აქ და ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვერ მას უსმენეთ მისი თანაშემწე მე მეცაც გეტყვით სახელები და გვარები ვიცი ზეპირად პრემიერის ყველა თანაშემწესა სხვათა შორის იქ ძალიან ბევრი ის არის აკვენ გარემოცვა სულ მეგრულად გაბოლოებული გვარებით არის სიტყვა შეგნებულად არის ასე გაკეთებული ეს გვარები მე გამომიგზავნეს ევროპიდან და მათ შორის გამომიგზავნეს პრემიერის პირადი ტელეფონის ნომერიც მე მას მივწერე ამის შესახებ მის მობილურზე მე მას მივწერე Facebook-ით ჩემი მიერ იყო ინსპირირებული როცა ორმა ტელეკომპანიამ არათქვენმა სამწუხაროდ მაგრამ საჯარო მიმართვები გააკეთეს პრეზიდენტისადმი. ჟურნალისტმა ზაურ ნაჭყებია მას სამჯერ მისწერა პირადად წერილი. არ უპასუხა არც ერთს და არაფერს. ხალხო, ეს ამ საკითხის მნიშვნელობა ჩვენ არ გვესმის. ახლა მე თქვენ გისმენდით აქ იმ გირჩებთან დაკავშირებით. გირჩა რეკლამის დროს ჩვენ განვიხილეთ როგორ დავამახინჯეთ სიტყვა. დიახ. ჩვენ სკოლაში ტყეებზე ჩემი ბავშვობის დროს ლექსებს გვასწავლიდნენ. სიფელ არცხილა და მუხა ნაძვი ურთმელი ფიჭები ცაცხვით ელა და კორაპი სულად შეკრილან ბიჭები ნეტარად დედამ გაზარდებს აღზრდა უნდა
ბავშვის ცნობიერებაში იმას რა არის კარგი, წყეში არის კენკრა, ჟოლო, მოცვი, მარცვი და მოცხარი, წყეში არის სოკოები, ხეების ქვეშ კოლგიბა. ჩვენ დღეს ახალგაზრდობას ქვეყანას რამეს ვასწავლით? მე მეცაც გეტყვით, ახლა მე რომ ჩვენ ცალკე ვისხდეთ საქმე და გკითხოთ რატომ ხართ თქვენ ქართველები ვერ მიპასუხებთ პირობას გაძლევთ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ქართველები ვართ მაგრამ რატომ ვართ რა განსაზღვრავს ჩვენს ქართველობას მარტივად გეტყვით რა განსაზღვრავს ენა ჩვენს ქართველობას უნიკალური დამწერლობა მხოლოდ და მხოლოდ ენა ოტია ესელენმა თქვა ერთხელ ოტია სხვათაშორის ენის პალატის სამმართველოს უფროსი იყო წყალტუბოში ცნობისათვის გარდა იმისა რომ დიდი მწერალია ბატონო დრო ამოგეწორებას ენა უდრის ერს თუ შენ გინდა საქართველოს იყოს ერის ქვეყანა, ქართველი ერის ქვეყანა, მაშინ შენ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენის აღზევებით შეგიძლია გააკეთო. სხვა შემთხვევაში შეგაწყვეტინებთ იმ ბულგარეთს. კარგი, წინადადება ბულგარეთთან დაკავშირებით. და მე თავად იმას დაუბრუნდეთ. თქვენ იცით თუ არა, მე არ ვიცი. ბულგარელები არიან თურქული მოდგმის ხალხი. დაიწყეს ლაპარაკი სლავიანურ ენაზე და იქიდან ჩამოყალიბდა სხვა ერი. გადასხვა კაცდა ის. აუკლარჯეთში დღეს რონეირი ქართველი ცხოვრობს ჩვენ არ ვიცით და არ ვიცით საინგილოს ქართველობას რა მოუვა ამასობაში ჰერეთის ქართველობას ხო თუნდა ჰერეთი დაუძახეთ თქვენ მაგრამ საინგილოს თვითონ არ შეამოვნეთ როცა საინგილოს რომ მათ სიტყვაშია ჩადებული სწორედ სემანტიკა ისეთი რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული იმ კუთხესთან მაგრამ ჩვენ ქართველები ხა მე ამ შემთხვევაში თქვენ თეატრალურ ნაწილში არ დაგიწყებთ კამაც იმას ქვია ქართული ენის ინგილოური დიალექტი და ამის შესახებ უამრავი წიგნია გამოცემული და ის არის ქართულად საინგილო და ახლა თუ შეიძლება დაუბრუნდეთ ტრანსლიტერაციას თარგმნას რომელიც ჩვენ ავრიეთ და ცოტა აღრევა გვაქვს ზნებაში არიან სხვა ქვეყნები ვისაც ასევე უნიკალური დამწერლობა აქვთ უმეტესობა ქვეყნებისა ლათინურ ენაზე წერს როგორია მათ ქვეყანაში კანონის სწორედ დამწერლობასთან საფრანგეთში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ რეკლამას სხვა ენაზე დაწერილ ვერცერთ ვერ ნახავთ ამას გერმანიაში სხვა ენაზე დაწერილ სხვათა შორის ერთ რამეს მაგრამ რატომ იცით ლათინური რა კია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც რადისონი დაიწერება ერთნაირად მაგრამ საქართველოში ჩვენმა ჟურნალისტებმა არ იციან ეს რადისონია თუ რედისონი არის თუ მაგრამ დააკვირდით ჩინეთში როგორ არის აუცილებლად რადისონის და ჰოლიდეი ინიც ჩინურად წერია საქართველოში რატო არ წერია ეს ქართულად დაც ჯერ ერთი ქართულად უნდა ეწეროს ორ ენაზე არ წერია არ შეიძლება ვთქვა დავწეროთ ინგლისურად და დავწეროთ დიახ ამიტომ გითხარით კანონს რო იცნობდეთ მიხვდებოდით რომ იქ წერია ეს ყველაფერი კანონში ეს გაწერილია და ამიტომ ვიღაცამ თქვა რომ იცით რა ენა კი დავიცვათო მაგრამ ბიზნესი არ დავაზარალოთ რას ქვია ბიზნესი არ დავაზარალოთ ბატონ ლევან ბიზნესთან იმის გამო რომ ინვესტიცია ესე იგი ვაჭრებზე წინ დავაყენოთ სახელმწიფო ენა ესაკო ვაჭრებზე უკან დავაყენოთ სახელმწიფო ენა კანონში წერია თორნიკება მე თუ გავწვდით შიმშილისგან ალბათ იმიტომ არის ეს ყველაფერი რომ გაწეული შემოსავალი სწორი გზა არის კი ბატონო ხა მაგზით წავიდეთ საერთოდ გავაუქმოთ საქართველოს როგორც სახელმწიფო რა გვინდა შევერთეთ თურქეთს ნატოს წევრიც გავხდებით მშვენივრად ინგლისურადაც და თურქულადაც ვილაპარაკებთ ეს ქართველობა რა გვინდა შიმშილით გავწყდებით ქართველებს რადიკალურად მოდი რადიკალურად კი არა აი ეს მიგვიყვანს იმ პასუხამდე საბოლოოდ მივალ იმ პასუხამდე მიგვიყვანს რომ თუ შენ ერად ყოფნა გინდა ხალხო მე კარგი ნუ დამიჯერებთ მართალია გვარში კი მაქვს ის სახელი მაგრამ ვიღაცა კაცმა თქვა მამული ენა და საწმულება სამი ილიაზე მთავრდებოდა ერთი გვარი და იმის ხო მამული ენა და სარწმუნება არის სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩაო. რა ენა წახდეს? ეგ მეორე ორბელიანმა კიდევ. მაგრამ არ ვთქვამს 4 საუნჯე გვაქვს ღვთაებრივიო. არ გვაქვს 7 საუნჯე გვაქვს ღვთაებრივიო. თქვა სამი მამული ენა და სარწმუნება. თუ ამასაც არ მოუარეთო რა კაცები ვიქნებითო. მე ვკითხე პრემიერს რა კაცები ხართ? რა პასუხს აძლევთ შავმავლობას? ილია გეკითხებათ მეთქი ამას მე კი არა. ახლა ახალგაზრდა მეუბნება რომ იცით რა ცოტა კორექტულად არ მოვიხსენიებ კორექტულად იმას ანუ არ არის ეს არაკორექტული როცა მე ჩემ მიერ არჩეულ და ზაქირეებულ კაცს ჩემი ამ შემთხვევაში ხალხის სახელით ვლაპარაკობ ვთხოვ შენ კანონს რატომ არ ასრულებ და პარლამენტმა რაც დაგავალა იმას რატო არ აკეთებ მე ხომ მხოლოდ კითხვას გისვამ რატომ არ აკეთებ და არა გინდა თუ არა ისე გააკეთე როგორც მე მეჩვენება დასმულია დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა იმედი მაქვს რომ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ და გავიგებთ ვერასოდეს ვერ მიიღებთ არავინ თქვენ არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე თუ გინდა დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი ეს ხელისუფლება არ არის განწყობილი საიმისოდ რომ მე უფრო კურიოზულსაც შევეცდებით აუცილებლად მოვიპოვოთ ეს კომენტარი და პირადად გაგაგებინებთ თუ რას გვიპასუხებთ არამედ ტრანსლიტერაცია ტერმინების აღრევის საკითხია და ეს არა ჩვენც ეს იმდენად გაუგებარი რამეა საერთოდ და ახლა რაც შეეხება ამ ბრენდებს დიახ კი ბატონო იქ რადისონი რო წერია
ის ვალდებულია თავიდანვე რომ ეს ქართულადაც გააკეთოს იქვე დააწეროს. მე ბევრჯერ მithქვამს მოსკოვშიც არის რადისონის სასტუმროები. იმას სლავიანსკაია ქვია და საერთოდ რუსულად აწერია. ის არის 5 ვარსკვლავიანი თუ გინდა 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ამადამ ვიღაცისა, მაგრამ სახელი რა ერქმევა. არა, მე რომ აქვს ჩემი კომპანია, მე მინდა რომ ამ სახელით იყოს ის თელ სოფლიოში და ეს ალბათ არ არის დიახ, მაგრამ განსხვავებული. იმ შენ კომპანიას აქ ივერია რატო არ ქვია და ეს რატომ არავინ არ იმიტომ რომ იყიდა სწორედ ვიღაცა რადისონ ეს რეკლამის დროს გავარჩიოთ სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწერა დედი